რატომ ამბობ რომ მთელი ენერგია სისტემა რაც არის დედამიწის ერთიანია როცა აგზნება იმატებს ყველგან ხო როცა აგზნება იმატებს ყველგან ქარიშხალია ყველგან და არის ხანძარი ყველგან საკმარისია ერთ ადგილზე დაიწყოს დალაგება ამისი მეტაფორულად ბატონი ვაჟა მანგოშვილი ამასინათ იყვებოდა რომ აი სახარის ერებისეული თემატიკა როცა იესო ნინევიაში მიდის ნავში ჩაეძინება უფალს და ამ დროს ქარიშხალია უბედურებაა და იქ უფალი როცა გამოიღვიძებს ილოცებს მშვიდდება ყველაფერი ანუ თელ ამ ენერგოსისტემის გარშემო როცა არის ომები და უბედურება ქარიშხლები საკმარისია თითო წერტილზე მაინც გაიღვიძოს იესო ნუ ამას ვამბობთ სისტემა ეს ამას ვამბობთ ესე ვთქვათ ინსტრუქციამ ადამიანობის ინსტრუქციამ მშვიდობის ყოფილობის ინსტრუქციამ ხო დაალაგე საკუთარ თავთან ენერგია განწყობები და მდგომარეობა მოყვასთან და შემდეგ და თავარია ერთ ადგილას მაინც საკვანძო ადგილზე გაიღვიძოს ეს მერე გადასცემს ჯაჭვური რეაქციით გარშემო ყველას და იქ გაიღვიძებს ვიღაც ახალი იქ კაი ვირუსებით მოედება კი ბატონო და ესე მუშაობს ეს თავიდან მაგალითად ამისი შემსწრენი გავხდით როცა გარკვეული ათეიზმის პერიოდი იყო არ ვიცოდით რა ხდებოდა სახარება არავის არ მქონდა და წაკითხული და 88-87 წელი იყო ერთ-ერთ ოჯახში ატყდა თვითგაალების თემატიკა მამამ რო დაიწყო შესწავლა იწვოდა ყველაფერი და იქ დააკვირდნენ რომ მაგიდა თუ იწვის საკმარის იყო ერთ ადგილზე მაინც მიგებკურებია წყალი და ეს ცეცხლი იყო ცივით ანაგე ადამიანს არ წვავდა, წვავდა ბუგავდა ყველაფერს. მაგრამ საკმარის იყო ერთ ადგილზე მიგებკურა და ჩაგიქრო ეს ცეცხლი მთელ მაგიდაზე ქრებოდა ცეცხლი ხოლმე. ანუ მაშინ ამის გაანალიზება რომ მოხდა და ეხლაც უკვე ამ ყველაფერს ვიხსენებთ, აღმოჩნდა რომ აი ამ დიდ კონფლიქტის ზონაში საკმარისია ერთი რაღაც წერტილი, ერთი ადამიანი, ერთი სახელმწიფო, ერთის დაალაგდეს და ამან მშვიდობის ყოფილი მშვიდი რაღაც ღვთაებრივი პოზიცია დაიჭიროს იმ დანარჩენ ცეცხლს და უბედურებას ახშობს. ხო, უკვე საერთოველში აქვს. ამიტომ ჩვენი როლი ამ სიტუაციაში ეს არ არის მარტო ის, რომ ჩვენ ვიამაყოთ, რომ ჩვენ ვართ წილხვედრები, ხო და ამით ამბიცია გავზარდოთ, ან ვიძახოთ, რომ მართლმადიდებლები ვართ. ხო, ცხად უნდა ვყოთ ეს პროექტი. ეს ამისი განხორციელება უნდა მოხდეს, განხორციელების შემთხვევაში ჩვენ უნდა დავულაგდეთ, ანუ ქრისტიანულმა მოიქცეთ. ჩვენ უნდა დავულაგდეთ. ერთმანეთთან სასაუბრო ის უნდა გავხსნათ დიალოგი, კი არა მარტო მოფერება, სიყვარული, ადამიანობა და არამტრობა ერთმანეთის. მტერთან უნდა დავიწყოთ მოყრული რაღაც დალაგების თემატიკები დავიწყოთ, ღმერთთან დავალაგოთ სიტუაცია, სახელმწიფოებთან, რეგიონებთან და ისეთი პოლიტიკა დავიჭიროთ დღესდღეობით, თუნდაც რომელიმე ერთ ხარეს არ წავიდეთ. უნდა პირიქით უნდა მივხვდეთ რომ ძალიან დიდი რამე გვაქვს როგორც ადამიანში არის ძალიან დიდი რამ ჩადებული ღვთაებრივი სული ესევე ჩვენი სული გვაქვს სხვა ერებს თავის სული აქვს მაგრამ ეს ყველაფერი ღვთაებრივი თემატიკაა და ამ დროს გავიხსენოთ ის რომ საქართველოს ძალიან საკვანძო როლს თამაშობდა მთელი ისტორიის განმავლობაში თავის გენით, თავის პიროვნებებით, თავის გენით, რომელიც აკტრიალებდა და ყველაფრით, აქედან გამომდინარე, დღესაც იმის და მიუხედავად დაჩაგლურულები ვართ, დანგრეულები ვართ, შემცირებულები ვართ, გაყიდული გვაქვს ყველანაირი რესურსი დაკარგული გვაქვს, ის თავარი სული აქ არ არის ჩაგლული და საჭიროების შემთხვევაში მასზეც აღვიძებს, თვითორგანიზების უნარი აქვს ამ ყველაფერს და მას არა მარტო თავისთვის, არამედ სხვისთვისაც მოშინდება მოიტანოს კარგი მან ანუ ამ ერმა აქედან გამომდინარე დღესდღეობით აუცილებლობა რომ დავშვიდეთ დავლაგდეთ ეს შეიკრას რაღაცა ზოგად ადამიანური თემატიკა დაიზრას არანაირი ფაშისტური არანაირი ჩვენ ვართ მარტო და ესეთი მომენტები არა არამედ პირიქით ზოგად საკაცობრიო აი ჯაჭვში და ფერხულში თავის როლის დანახვა და მოდი აბა ვის რა ვარგო რა კავშირები გამოვნახო როგორ უბიძგო ამ ხალხს მშვიდობისკენ როგორ ვიქადაგო მშვიდობა იმიტომ რომ კუნთებმა დაგვანახა რომ კუნთების ჩვენებამ და დაშინებამ ვიღაცის და მზადებამ და ამზადების ჩვენებამ არც ერთ ქვეყანას ჩვენ გარშემო არ მოუტანა კარგი და აი ომის რიტორიკამ არ მოუტანა კარგი ამიტომ ჩვენ ის უნდა გავაღვიძოთ ჩვენში რაც არის ეს მშვიდობის ყოფილობის თემატიკა ეს არის ზოგად ადამიანური თემატიკები და ამ თემატიკებით შემოვიტყუოთ სასაუბროთ ჩვენ გარშემო ყოფი ხალხი რეგიონალური ხალხი ჩვენგან წასული რომლებიც არიან თუნდაც ისრაელში ვინ ცხოვრობენ ჩვენი ქართველები ხო ჩვენი ებრაელი ქართველები
იქით რაღაცა, აქედან რაღაცა სამშვიდობო და მეგობრობის ხელი გაუწოდოთ. ჩვენივე ქართველები, რომელიც 400 წლის წინ გადახვეწეს ირანში და იქ არიან და თუნდაც ირანის გამოსვლების დროს ძალიან ბევრი დაიღუპა ჩვენი გურჯები იქ ყოფები. ჩვენი ქართველები, რომლებიც აგერ არის რეგიონალური მოთამაშე, რომელიც თავის რაღაც როლს აქტიობაში ხედავს და ელოდება იმ პერიოდს, როცა ეს დიდი უწესო თამაში ან რაღაცა მკაცრი თამაში წავა, რომ თავისი ადგილი იპოვოს. იქაც ჩვენი გენის პოვნა და საერთო ენის გამონახვა. ჩვენი ესევე გენის პატრონები და ესევე გენს გულისხმობ არა თუ რაღაცა ფაშისტურად, არამედ ეს არის აზროვნების და იმის ფორმას გულისხმობ უბრალოდ და რაღაც კავშირებს თუნდაც გენეტიკურს ადამიანებს, ხო? თუნდაც ჩრდილოეთში ყოფი ესეთი ხალხი და ყველა მიმართულები, თუნდაც რეგიონში აქვე ჩვენი ძმები, რომლებიც მაგალითად აგერ სომხები ხო, რომელიც რამდენიმე 1000 წელი ერთად ცხოვრობდა, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. იქ აზერბაიჯანული ტომი თუნდაც ჩვენ ტერიტორიაზე რომელიც ცხოვრობს, რომელიც ნაწილი დაუშვათ შეიძლება ირანული წარმოქმნის, ნაწილი შეიძლება იყოს საერთოდ სხვა, რომელიც მოსული აქვს, თუნდაც დავით აღმაშენებელმა ყივჩაყების სახით ჩამოასახლა და აქ გაბნეულები არიან და ყველას ერთ სახელს ვეძახით დაუშვათ, როცა ეს არის სხვადასხვა წარმომავლობის არიან და ისინი არიან გაცილებით უფრო ადრე ჩამოყალიბებული, ვიდრე რაღაც სახელმწიფოები კიდე ჩვენ გარშემო და აქედან გამომდინარე ჩვენ გვიწევს ახლა პერიოდი მოგვიწია გონიერების, რომ ეს ყველაფერი ამოქმედეს, რომ მე ეს გონიერი ადამიანი და საზოგადოება მოქმედებდეს გარემოზე და თუნდაც იმოვებს და კონფლიქტებს ახშობდეს. თორე სხვა შემთხვევაში ის ძველი საფეხური საზოგადოებრივი განვითარების რომელიც იყო სახარებამდე, ხო, ეს არის თვალი და კბილი-კბილის წინ ის ხედავთ რომ ეფექტური არ არის. 10 წლეულები, 100 წლეულები და 1000 წლეულები სუერთ და იგივე შეცდომებს და სუერთ და იგივე დაძაბულობას ამრავლებს და დღესაც რასაც უყურებთ კონფლიქტს რაც რომელიც მიმდინარეობს, ეს დღეები ზუსტად იმ ძველი კონფლიქტების გამოძახილია, უპატიებლობის, მიუღებლობის ერთმანეთთან და ამიტომ ის საფეხური, რომელსაც ჩვენ ქრისტიანობას ვეძახით, ეს არა მარტო რელიგიური რაღაც მიდგომაა და რაღაცა. ხო, პრაქტიკულად შეიძლება ყველგან გამოიხატოს. პრაქტიკულად გამოყენებადია, მიუხედავად იმისა, თუ რა რელიგიის ან რა წარმომავლობის არის ადამიანი. თუ იგი მიიღებს ამას, რომ დაალაგოს თავის თავთან ურთიერთობა, მოყვასთან, მტერთან, მეყვარეთ, ანუ უარყოფითი შეცვალოს დადებით ფაქტორად და დაალაგოს ურთიერთობა ღმერთთან, გარემოსთან, ის შეიძლება უფრო მეტად ქრისტიანი იყოს, ვიდრე შემოსილი ადამიანი, რომელიც რამდენი ორ ჯვარს ან რაღაცას ატარებს, ხო, პანაღირებს ან ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკული ქრისტიანობის დრო მოვიდა დედამიწაზე. ამიტომ აი ამ პრაქტიკული ქრისტიანობით შეიძლება ძალიან კარგი ადამიანური კავშირების და ზემოქმედების მოხდა. და ახალი სამყაროს შექმნა, შენ რასაც ახსენეს, რომ ნოოსფერო ეგეც მაგასთან არის გარკვეულწილად კავშირში ყველაფერში. ახალ სამყაროში არავინ შეგიშვებს იმ ძველი აგრესიებით. იმიტომ რომ სამყაროს პარადიგმაა შეცვლილი, ომები აღარ შეიძლება, არაადამიანობა არ შეიძლება. იმიტომაც უფალმა თავის შვილი, ხო, აქეთ იმიტომ გამოაგზავნა 2000 წლის წინ, რომ შემზადების პერიოდი ყოფილიყო, რომ გლადიატორების მერე დაუშვათ იმ პერიოდის მერე, ხო, როცა თუნდაც იმ პირველ ქრისტიანებს ლომებს აჭმევდნენ და ასე შემდეგ, ის საზოგადოება უცებ ვერ გახდებოდა ჰუმანისტი საზოგადოება, ვერანაირად და რაღაცა იმებზე რა ქვია, კოსმოსზე მოალერსე და ასე შემდეგ, ხო. ამიტომ აი ეს საზოგადოება რომ გადმორთულიყო, იყო ეს ძალიან რთული 2000 წელი საჭირო და სუომებით და სუუბედურებებით მახასიათებელი და იყო პერიოდი, თუნდაც ევროპაში, ხო, ეს ასლოვანი ომები და უბედურებები და შუა საუკუნოვანი თემატიკა, როდესაც ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს პერიოდია, სადაც საერთოდ ღმერთი არ იყო, ხო, ან ღმერთმა დაისვენა. სინამდვილეში არავის არ დაუსვენებია, უბრალოდ თემატიკაა, რომ ეს საზოგადოება თავის აგრესიით, თავის ჯვაროსნული ომებით და ჯვაროსნული ომებიდან გაგახსენებთ კიდე ყველაზე საცილდაობას, რაც იყო, ეს არის ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობები, როცა საერთოდ ყველაზე დიდი 15-13 წლის იყო. როცა მათ წარმოდგენები ჰქონდათ, რომ იერუსალიმში მხოლოდ წმინდა გულის ადამიანები შევლენ და მთელი არისტოკრატიის ბავშვები შეწირვა მოხდა მაშინ აი ესე ჯვაროსნული ომების დროს.